მოკლედ დღეს რეალურად არანაირ ტექნიკურ მხარეს ან რამეს არ შევეხები ტრეიდინგში, ვილაპარაკებ ზოგადად ფსიქოლოგიაზე, ზოგადად დამწყები ტრეიდერის მაინდსეტი როგორი უნდა იყოს და რა ტრეიდ ფეს უნდა გაყვეს, რა მარტივად რო ვთქვათ. პირველ რიგში ხა მით უმეტეს დამწყებები თუ ხართ, ყველას გექნებათ ის წარმოდგენა, რომ ტრეიდინგი არის რაღაც ფულის საბეწნი მანქანა რა და ძალიან მარტივი გონიათ რეალურად რა. ეგ ძალიან ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ძირითადად რასაც უყურებთ, რასაც ხედავთ, ყველაფერი მაგას მიგანიშნებს. თუმცა რეალურად რომ მიხვიდე იმ დონეზე, რასაც ქვია სისტემატიურად პროფიტული ტრეიდერი და ასე ვთქვათ, დაფანდო შენი ცხოვრების ლაიფსტაილი, ან იმენა იცხოვრო, რასაც ქვია, მაგას ჭირდება ძალიან დიდი დრო რა. და მაგ ყველაფერს სანამ პრაქტიკაში გადაიტან, ჭირდება ჯერ გააზრები. რეალურად როცა ამ საქმეს იწყებთ, ყველას გეუბნებით რომ უნდა გქონდეთ ის, რომ ანუ რეალურად თავარი მიზეზი რატომაც აკეთებ არის, რომ შენი 9 to 5 რაც არის რა 9 და 5-მდე სამსახური რეალურად მაგით ჩაანაცვლო რა. ანუ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როდესაც ადამიანს შეგიძლია სრულიად ამოუკიდებლად, ანუ არავის დამოკიდებული რო არ ხარ, არ ყავს უფროსი, არავის არ ეუბნები რა უნდა გააკეთო რა. მაგით თუ შეგიძლია რომ შენ ასე ვთქვათ ჩაანაცვლო სამსახური და აკეთო შენთვის საყვარელი საქმე რა, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ დღის ბოლოს შენ უბრალოდ შენს მოთხოვნილებებსაც ადამიანს ზოგადად ცხოვრებაში გაგაჩნია ტრეიდინგი თუ მაგას აკეთებ, ჩათვალე რომ ძალიან ბევრს მიაღწია ცხოვრებაში რა. თორე ის ანარჩენი ახლა ლამბოები და რაღაცა ლაგჟერი ლაიფსტაილი რაც არის, რასაც უყურებთ და რაც გონიათ რომ რეალურად ტრეიდინგის თავარი ფუნქცია არის, ხო? ეგ არის ძალიან დიდი სისულელე. თავარი არის რომ მოკლედ შეგეძლოს შენი ყოველდღიური ცხოვრების დაფანდო, ასე ვთქვათ, ამ საქმით რა. მაგდონალდს როცა მიაღწევ, უკვე დანარჩენი უკვე ძალიან მარტივად დასქელებადი არის, იმიტომ რომ ტრეიდინგში არსებობს რაღაც კონკრეტული რაღაც ზღვარი, რამდენის გაკეთება შეგიძლია, ანუ რაც უფრო დიდი კაპიტალი გაქვს, უფრო მეტს გააკეთებ რა. ეგ უკვე დროის საკითხი არის პრაქტიკის და იმ გამოცდილების, რასაც მარკეტზე დააგროვებთ. ეხლა თავიდან უმეტესობას წარმოადგენა აქვს ხოლმე კიდე, რომ ანუ ტრეიდინგ ფსიქოლოგია არის უფრო მთავარი, ვიდრე კონკრეტულად ტექნიკური მხარე რა. მაგასაც გააჩნია, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თუ ტექნიკური ცოდნა არ გაგაჩნია მარკეტზე, რადგანაც ჩვენ ფინანსურ მარკეტზე გვაქვს საუბარი და ძირითადად თუ ტრეიდში შევდივართ ტექნიკური ანალიზზე გამომდინარე ტრეიდ-ოფს არა ფუნდამენტალურიდან, ლოგიკური არის, რომ თუ ძლიერი ძირი არ გაქვს, თავდაჯერებული ვერ იქნები რა. ანუ ყველაფერს გააჩნია თავის პროცენტული მაჩვენებელი, აი 100% რო აიღო, დაყოფილი არის რაღაც ნაწილებად და ყველაფერს ექცევა ყურადღება რა. ძლიერი ფსიქოლოგია რეალურად შეექმნება მას შემდეგ, რაც შენ კონკრეტულ მარკეტზე ჩამოიყალიბებ ხედვას, ანუ იცი რა არის სწორი, რა არის არასწორი, როგორ არ უნდა იტრეიდო. გაქვს კონკრეტული წესები, რის მიხედვითაც ზღუდავ შენ ცხოვრებას, იცი რომ ამას თუ გააკეთებ ნეგატიური შედეგი მოყვება რა. და ეგ არის ძალიან დიდი ციკლი რეალურად, რომ ადამიანებს არ შეგვიძლია რაღაცების მიღება რა. მიღებაზე მაქვს საუბარი, ვერ ვეგუებით წაგებას, მარტივად მინდა დანაკარგის არაზღაურება რა. რეალურად ტრეიდინგში ყველაფერი, ან ცხოვრებაში რა საქმეც არ უნდა აკეთებდეთ, გექნებათ ეგ ხედვა, რომ ანუ რაც უფრო მეტ დროს დაუთმობ და რაც უფრო all-in იქნები, უფრო გამოგივა რა. ტრეიდინგში ყველაფერი ხდება პირიქით. პირიქითიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეში შენ რო წარმატებას მიაღწია, ხო, არ არის საჭირო, რომ დღე და ღამე მარკეტს ეჯდე რა. ეგ არის სისულელე. რეალურად ტრეიდის არაღებაც და ასე ვთქვათ, ტრეიდში არ შესვლაც, ცალკე სკილი არის, რაც უფრო ღირებული არის, ვიდრე პოზიციების გახსნა რა, მე თუ მკითხავ. მაგიტომაც არის, რომ ყველას ნებისმიერ ტრეიდერს უნდა გააჩნდეს კონკრეტული გეგმა, რასაც გაყვება როგორც რელიგიის გწამს, როგორც შენი თავის გწამს, ხო? ეგრე უნდა მიყვებოდე მაგას და მაგის დარღვევა არის კატასტროფა რა. ჩათვალე შენი თავს არცე მაგით პატივს. იმიტომ რომ როდესაც შენ თავს რაღაცას დაუწესებ, რომ ესე უნდა გავაკეთო რა და რაღაც ესე არის რა. და მაგას არ აკეთებ და თავს ახტები, ასე ვთქვათ, ხო? ლოგიკურად მაგ დროს შენი თავის მიმართ გიჩნდება უნდობლობა, ну აი ძალიან მარტივად ეხა რო დაიწყოთ ვიღაცასთან ერთად ვარჯიში და თქვათ რომ აი ვივარჯიშებთ სისტემატიურად და იმა დაიკიდოს, ხო? იმ ადამიანის მიმართ რეალურად ნდობა გაგიქრება რა. იმიტომ რომ იმა რაც თქვა მის სიტყვას რეალურად ძალა არ ქონია და არაფერს გამკეთებელი არ იყო რა. იგივე ხდება თქვენი თავთან ტრეიდინგშიც, იმიტომ რომ როცა დააწერ კონკრეტულ გეგმას, რომ ეს არის ჩემი გეგმა, ამას მივყვები და მაქვს სტატისტიკა და კონკრეტული დეიტა ჩემ თავზე, რომ ვიცი ამის სისტემატურად გაკეთების შემთხვევაში, რომ ფულს ვიშოვი გრძელვადიანად, ხო? და მაგას ვახტები, ეგ ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში ჩემ თავს არ ვენდობი და პატივს არ ვცემ და მეორე კიდე ტრეიდინგში რაც მიკეთებია, მაგას სერიოზულად არ უდგები რა. სერიოზულად ძირითადად ადამიანები არ უდგებიან ამ საქმეს. იქიდან გამომდინარე, რომ ეჩვენება ძალიან არარეალურად რა. ანუ არავის არ აქვს ის თავებეჭდილება რეალურად, რომ შეიძლება ამ საქმიდან
ყოველდღე იშოვა 1000 დოლარი და მაგით იცხოვრო რა. ანუ ძალიან რთულად დასაჯერებელი არის. ნუ მანდ უკვე ის კითხიც არის რომ მენტალიტეტი გაგვაჩნია ზოგადად ადამიანებს ძალიან რთულად რა და ეს ონლაინში ფულის კეთება ეხლა შემოვიდა ბევრად უფრო ვიდრე აქამდე იყო რა. მეთუმეტეს ახლა ჩვენ ქვეყანაში ზოგადად ეგეთი განათლება ძალიან ცოტა არის და წირი არის რა. არავინ არ საუბრობს მაგაზე და ყველას მარტივი გზები აქვს რა. მარტივი გზის ძებნაში არის. ეს გზა მარტივი არ არის, ანუ პირდაპირ გეუბნებით რომ აქ შეიძლება წლები დაგჭირდეს ისე რომ შედეგი ვერანაირი ვერ ნახო. რა თქმა უნდა გააჩნია როგორ ისწავლი ეხლა თუ შენით იტანჯავ თავს და არაფერს არ ითვალისწინებ რა შეცდომებსაც უშვებ და იგივე ერთი და იგივე გზას გადიხარ ლოგიკური არის. წინაზე რაღაცა უარყოფით შედეგი მოგცა, ეხლა იგივეს თუ გააკეთებ არაფერი არ შეიცვლება რა. მაგას უნდა გადააბიჯოთ მოკლედ თავს. და ბევრი მეკითხებით ხოლმე იმას რომ ანუ ვერ ვაკონტროლებ რა ჩემს ემოციას. და აი ერთი რაღაც კონკრეტული ტრეიდის მერე კარგავ ჩემ თავზე რაღაც რა. ეგ არის ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური მომენტი რეალურად რომ შენ უბრალოდ უნდა დაიჯერო რის შესაძლებლობა გაქვს რა. შესაძლებლობაში გულისხმობ იმას რომ ანუ ერთი კონკრეტული ტრანზაქცია რაც მოხდა სიტყვაზე ტრეიდინგის დროს არ წყვეტ შენს ცხოვრების მომავალს რა. ანუ ერთხელ რო წააგე ეგ არაფერს არ ნიშნავს მით უმეტეს ტრეიდინგში. ანუ აქ რო კონკრეტულად სისტემატიურად ბაზე მაქვს საუბარი რა. სისტემატიურად როცა ფულის კეთებაზე არის ლაპარაკი და კონსისტენციზე ხო? მან ყველაზე დიდი როლი ენიჭება რეალურად მათემატიკურად შენ როგორ ვაჭრობ, რამხელა risk reward-ი გაქვს, რა win rate-ი გაქვს, როგორი სისტემატიურობით ვაჭრობ, მაგ ყველანაირ დეტალს რა. შესაბამისად, შენ რომ მინუსში გახვიდე, თუ კონკრეტულ გეგმას გაყვები, არის ძალიან დაბალი მაგის შანსი. ამიტომაც არის მაგ ყველაფრის გაწერა და ყურადღების მიქცევა ძალიან მნიშვნელოვანი რა. ეხა შემდეგი რაღაც ეხა ტექნიკურ ხარისზე როცა ვსაუბრობთ. ტექნიკურ ხარისს ოდესაც შეიძენთ და გეცოდინებათ რომ ასე თუ ისე თქვენი სტრატეგია რაც გატესტილი გაქვთ, რაც მარკეტზე ნახეთ და მაგაზე დეიტა შეაგროვეთ, ჩაიწერეთ და მან ჟურნალინგი ძალიან დიდ როლს თამაშობს. ანუ ინფორმაციის შეგროვებას აქვს ძალიან დიდი როლი რა. ფსიქოლოგია გაგიძლიერდება მას შემდეგ, როცა შენ კონკრეტულად ერთი და იგივე დროის პერიოდში ერთი და იგივე რაღაცის კეთებით მიიღებ დაახლოებით ერთი და იგივე შედეგს რა. და ნახავ რომ უმრავლეს შემთხვევაში იმ კონკრეტულ დროში გახსნილი ტრეიდები მუშაობს და ძალიან იშვიათად აგებს. ეგ მოგცემ თავდაჯერებულობას რა და მან უკვე დაიწყებს შენი სტრატეგიის ნდობას. სტრატეგიები არ უნდა შეიცვალოთ, რასაც აირჩევთ თავიდან. არ აქვს მნიშვნელობა რითი ვაჭრობთ, ეხლა მე თუ მკითხავ, აი სტილის გარდა ყველაფერი ბულშიტი არის. მაგრამ რაც არ უნდა აირჩევთ, ნებისმიერი სტრატეგია შეიძლება გახადო პროფიტული რა. მანდ არის ფსიქოლოგიური მომენტი და გამოცდილების მომენტი რა. გამოცდილების მომენტი, ანუ რაზე რას დააგროვებ რა. შენ თუ ეხა უბრალოდ ერთი რაღაც კონკრეტულად ანუ ლუსტრიკი ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის აქ რა. შეიძლება რამდენიმე ტრეიდი ზედიზე წააგო, მაგრამ ეგ არაფერს არ წყვეტს რა და შენ თუ მაგ კონკრეტულ მომენტში, მაგ რთულ პერიოდებში მაგას თავს გაანებებ და არ იფიქრებ რომ ეგ უბრალოდ ამ ყველაფრის ნაწილი არის წაგებები და ყველას მოგვდის და მაგის გამო დაიწყებს სტრატეგიების შესრულებას ლოგიკური არის რომ ძალიან გაგიჭირდება რეალურად სისტემატიური შედეგის პოვნა რა. ანუ წარმოიდგინე ერთი და იგივე რაღაცას, ანუ ზუსტად ერთი და იგივე საქმეში 10 რაღაცას დაძდევ და ამ 10-დან არ იცი რომელი მუშაობს რეალურად. მაგას ჯობია ერთი აირჩიო და ის ერთი აიყვანო უმაღლეს დონეზე და არ მომედო 1000 რაღაცას რა. შესაბამისად ეგ უნდა გაითვალისწინოთ რა. რა expectation-ი უნდა გქონდეთ ეხლა ზოგადად თვითონ ტრეიდინგიდან რა. ტრეიდინგში როგორც არ უნდა ისწავლოთ, სადაც არ უნდა ისწავლოთ, სიმართლე გითხრათ, ეხლა ჩვენთანაც როცა სწავლობენ, არ გეგონათ რომ ერთ კვირაში ეგრევე ფულის წერას იწყებენ, რა. ეგ არის სისულელი. ყველას უწევს რეალურად შრომის ჩადება. ეხლა მე ბინდა ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა გელაპარაკოთ, რომ ეს ესერ და ეს უნდა გააკეთო. რაღაცეები არის, რაც თქვენს თავზე უნდა გატესტოთ რა. თქვენი თავით უნდა შეიგრძნოთ რა არის ემოცია, როგორი არის წაგებით მისვლა სახში და როგორი არის მოგებით მისვლა რა. და ის რომ შენ გრძელვადიანად შეგიძლია მაგის კეთება, ეგ შენი თვითონ უნდა დარწმუნდე მაგაში. თორემ მე და ბი რომ მაგას ვაკეთებ, ეგ არაფერს არ ცვლის, თუ შენ თავს არ დაუსმე მაკითხვას რა და სერიოზულად არ მოეკიდებ. სერიოზულად მოკიდება კიდე ეხა პროფიტულობაზე, როცა საუბარი მიდის, ერთი თვით არ განისაზღვრება, ძალიან ბევრი წერს ხოლმე რომ აი ერთ თვეში ამდენი გავაკეთე და რაღაც. ერთი თვით არ განისაზღვრება ადამიანი პროფიტული ხარ თუ არა რა. სისტემატიურობა არის, როდესაც ძალიან ძლიერად მიყვები ერთი და იგივე სქემას და მაგას გრძელვადიან პერსპექტივაში თვიდან თვემდე და წლიური შედეგიდან გამომდინარე გადიხარ პროფიტში. ეგ არის სისტემატიური პროფიტულობა. ხო. ეხლა უცებ რამე კითხვები თუ გაქვთ ეგ დამისვით. და მე გავაგზავნებ ზოგადად ჩემი მაინდსეტი როგორი არის, როგორც უნდა განვითარდეს დამწყების და არადამწყები ტრეიდერიც რა.
მეც ერთი კითხვა მაქვს, აი ვიღაცა წერდა, აი თან მე ის მოყვა რაღაც ლაპარაკი, რომ დებატების სუნიმსებს რა. ამიტომაც თქვენ თავს წავალთ და იყიდეთ კურსიო. აი რაღაცა უწერია, მეთქი არ იყიდოთ, თქვენ წერა და რაც ქვია არ ვიყიდოთ. ვოისი არა მოგცოთ ამიწერ. რაც შენი თუნდა გაით, ხო, რეალურად შენი თუნდა გაიგო ის, რომ ანუ ნახე მე რო გეუბნები, რომ შენ წაგების მერე კონკრეტულ ტრეიდს აგებ და მაგას იგრძნობ ხო რეალურად ეხა მეც ვაგებ სხვაც აგებს თუმცა მე რო ეხა ტრეიდს ვაგებ მაგ დროს მაქვს სული ნული რეაქცია რა იმიტომ რომ ეგ მაგ ძალიან ბევრჯერ ნანახი სახში ძალიან დიდი დანაკარგითაც წავსულვარ და ეგრე დამიძინია და მეორე დღე შემოსვლა ჩვეულებრივად ყოფილვარ რა მაგრამ ეგ გამომიმუშავდა მე იმიტომ რომ ადამიანები ვარ ძალიან მარტივად რო გითხრათ პრიმიტიულები რა ან ყველას ადრეული დროიდან მოყოლებული იმენა რაღაც ცეცხლი რო აღმოვაჩინეთ და რაღაცა მანდ რო დააკვირდეთ ადამიანებს ზოგადად გაგვაჩნდა რომ ყველანაირი დანაკარგის მერე ადამიანს ქონდა ეგ ბუნება ინსტინქტი რომ ის დანაკარგი უნდა აენაზღაურებინა რა ეგ არის რეალურად აი ეგ ფსიქოლოგიური მომენტი რაც ადამიანებს ჭირს ტრეიდინგში რა რომ რაღაცას რო წააგებენ ანუ ეგრევე უნდათ მაგის დაბრუნება რა და ამ საქმეში ეგრე არ ხდება ლოგიკურად ჩვენ რო ტრეიდს აგებ და გაქვს კონკრეტული იდეა ნარატივი და მიმართულება და მაგ მომენტში შენ პოზიციას წააგებ ეგ ნიშნავს რომ იმ კონკრეტულ დღეს შენ იყავი არასწორი რაც სულიად ნორმალური არის იმიტომ რომ ადამიანი ხარ და იდეალურად 100%-ით მართალი სულ ვერ იქნები და უნდა შეეგუო რომ რადგანაც შენი იდეა და ნარატივი ამ მომენტში არ გამართლდა ამით არაფერი არ იცვლება და უბრალოდ უნდა მოვევიდო ჩარტს რა ეგ არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კურსი საჭიროა თუ არა ისევე რა ვთქვათ სასწავლოზე ყველაფერი კურსი საჭიროება რეალურად რა ჯერთ რომ კურსი ჩვენ არ გაგვაჩნია ჩვენ მენტორშიპი გვაქვს სადაც ჩვენ ესე უშუალოდ როგორც ახლა გელაპარაკებით ეგრე ვატარებთ ლექციებს და ნუ სტუდენტებს ჩვენთან უშუალოდ კომუნიკაცია აქვს რა ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის რეალურად რომ იმ პროცესს რაც შენ უნდა გაიარო შენი და იწვალო ხო მაგას გიმცირებთ დროში გიმცირებთ იმიტომ რომ ჩვენ რადგანაც ICT და ყველანაირი მეთოდოლოგია რაც საჭირო არის მარკეტზე რომ პროფიტული იყო მაგას ვამცირებთ იმიტომ რომ არ არის ყველაფერი მარკეტზე იცოდეს საჭირო რა რომ ფული აკეთო ტრეიდინგს უყვარს სიმარტივე და მაგ სიმარტივეს ვასწავლით ჩვენ ქონდათ აგებული ან მოგებული ან ხეშ ანუ თავია რომ დავიწყე ტრეიდინგი მე შედარებით მარტივად დავიწყე იმიტომ რომ მზამზა პროდუქტი მივიღე პირდაპირ გეტყვით ანუ როცა დავიწყე ტრეიდინგის სწავლა პირდაპირ გავიგე რა იყო სწორი და რა იყო არასწორი რა იქ ბი უკვე ICT სწავლობდა და ეგრევე ბისთან მე და ბი გადავიკვეთეთ ერთმანეთს და მან ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლო თავიდან რას უნდა გავყოლოდი და ჩემთვის უკვე იმდენად მონდომებული ვიყავი მაგ პერიოდში რომ ვიღაცა მითხრა რომ ICT არის ის გზა რაც გადის პროფიტულობამდე უკვე საკმარისი იყო რომ ძალიან მომოკლევა და შემოხდარიყავი პროფიტული რა პლუს მაგას ძალიან დამოკიდებული ვიყავი ჩარზე ძალიან სიამოვნებდა თვითონ საქმის კეთება და არა ის რომ ფული უნდა მეშოვნა აქედან რა მარტო მაგ ინტერესს არ ყოფილა რომ ფული მეკეთებინა რა შესაბამისად ნელ-ნელა რავი პირველი სამი თვე ცოტა რთული იყო მაინც იმიტომ რომ ჩემი თომიწია ამდენი ინფორმაციის გადამუშავება და თავიდან ICT-ს ვინც უსმენთ ძალიან რთული არის რეალურად გაიგო მაგაცის ხედვა რა სანა პრაქტიკას არ შეიძლება მაგრამ მე სამი თვის მერე უკვე პირველი ფანდედი გავპასე რეალურად მაგრამ მაგ ეგ ფანდედი მე წავაგე მე მაგის მერე ჩემ თავს მივეცი პირობა რომ წეს აღარ დავარღვევდი მე მაგის მერე ორი თვე მოვანდომე იმ ფანდედის გაპასვას ეგ ეს გავპასე და მაინც მქონდა ემოცია ის რომ ფულის კეთება რადგანაც ჩემეზო ეგრევე დავაფეილე ეს აკაუნტის და მე სერიოზულ იმაში ვიყავი ფსიქოლოგიურ ჯახში რომ ანუ რაღაცას არასწორად ვაკეთებ რა ვიცი რა არის სწორი მაგრამ მაინც არ მივყვები ეგ იყო ზუსტად ის მომენტი რომ ანუ მე უბრალოდ ჩემ თავს დავაზალე ის რომ ანუ ეს გზა არ არის რა ბევრჯერ ვცადე და აღარ მოვანდომე ჩემი მთელი დრო იმას რომ ანუ ხედავ ერთხელ ორჯერ სამჯერ ვქენი უკვე ეგეთი რაღაც ხედავდი რომ სისტემატიურად შედეგვდებდი მაშინ როდესაც რისკს ვიცავდი და კონკრეტულ გეგმას მივყვებოდი და როგორც კი დავარქვი ეგრევე ყველაფერი რაც ვაგროვე და რაღაც ერთ დღეში დავაფეილე რა მანდ უკვე გააზრების მომენტი მქონდა იმიტომ რომ რავი მე ეგრე ვუყურებ ზოგადად ყველაფერს რომ არ არის აუცილებელი ერთ და იგივე რაღაც ტკეპნო როცა უკვე შედეგი იცი რა და მაგ დრო დავდე ჩემი თავთან ეს დავდე კი ფურცელს დავწერე ჩემი წესები რა იყო სწორი რა იყო არასწორი და მაგის მერე მაგას მივყვები და სისტემატურად პროფიტული გავხდი რა ფსიქოლოგიაში ყველაზე რთული პრობლემა ის არის რომ ადამიანები ვერ ეგუებით წაგებას იმიტომ რომ ხართ ხარბები მაგიტომაც არის საჭირო რაღაცა პასიური შემოსავალი რომ გაგაჩნდეს ადამიანს რომ არ იყო ტრეიდინგზე დამოკიდებული თავიდან თორე მე დროთა განმავლობაში უკვე იმდენს რო ვაკეთებ რომ შენ შეიძლება
ერთი კონკრეტული საქმიანობით შენი ცხოვრება შეინარჩუნო, აი მანდ უკვე შეგიძლია რომ გაანებო მუშაობას თავი. რა გინდა, სანჯი ეს ყველაფერი რომ დავიცვათ, რა დროს მიყო თავის მოვა შედეგი? კი, თავის მოვა შედეგი. ანუ რეალურად ძალიან დაბალი win rate არის, საჭირო მათემატიკურად ვინც უყურებთ ამ საქმეს, რომ პროფიტული იყო რა. ეხლა 1-2 risk reward trade-ები საჭირო არის უმარტივესი მარკეტს. ძალიან მარტივი არის რეალურად. ეგ რო გესმის, შენ შეიძლება ეხლა კლასტერი მოგხვდეს ეგეთი, რომ პირველი 3 ტრეიდი 70% win rate-ს ვიზახი რა. 70 რას ნიშნავს 3 ტრეიდს აგებ, 7 იგებ რეალურად, ხო? 10 ტრეიდიდან. მაგ შემთხვევაში შენ შეიძლება დაგემთხოს ეგეთი კონდიცია, რომ 3 ტრეიდი პირდაპირ წააგო ერთიანად და მერე მოიგო 7. აი მაგ 3 ტრეიდს თუ გაუძლებ, იმ 7 მოიგებ მერე რა. და თუ ვერ გაუძლებ და ემოციაზე დაყრდნობით, ანუ შენი წარსული გამოცდილებებით შეაფასებ დღევანდელ კონდიციას და მაგაზე დამოკიდებულებას შეხვალ ტრეიდში, ლოგიკურად შედეგიც უარყოფითი იქნება რა. იმიტომ რომ შენ მაგ დროს პროცესზე ორიენტირებული არ ხარ და გინდა უბრალოდ იმ 3 ტრეიდში წაგებული თანხა დაიბრუნო და თავი კარგად იგრძნო. მაგრამ მან კიდე ერთი პრობლემა არის. ადამიანებს ძალიან ხშირად გაგაჩნიათ ის, რომ ყველას გაგვაჩნია იდეაში, მაგრამ როცა კონკრეტულ თანხას აგებ და მაქიდან ამოდიხარ ბრეიქ-ივენზე, მე უკვე ხარბდები რა. ბრეიქ-ივენი კი აღარ გაწყობს, უკვე პლეიუსში გინდა რომ იყო რა. აი მანდ არის ხოლმე რომ ძირითადად ადამიანები არ ვეგუებით და ეხლა ბოდიში და ადამიანი რომ დღეში $200 აკეთებს სიტყვაზე ვიზახი, ხო? და მაგაზე იძახი რომ ცოტა არის, იმიტომ რომ ვიღაცა 20,000 გააკეთა იმ დღეს, ხო? მაგ დღეს არ ჩვეულებრივი გოიმი რა. გოიმი ხარ, იმიტომ რომ $200 შენ სასახურში დღეში არავინ არ გიხდის. მით უმეტეს რამდენიმე წუთში. ამიტომაც ყველაფერს უნდა იყო, ასე ვთქვათ, მადლობელი უნდა იყო რა მაგ ყველაფერს და რასაც გაძლევს მარკეტი, უნდა შეირგო. სწორი ტრეიდერი, ხო, მაგას ცოტა ხანში ვილაპარაკებ. ჩემი წესები ძალიან მარტივი არის. დღეში ერთი ტრეიდი, კონკრეტული რისკი და კონკრეტული სტრატეგია. ეხლა სტრატეგია ყოველთვის ინდივიდუალური არის. მე შეიძლება რაღაც გავაკეთო, რაც ჩემთვის იყოს სწორი და მაგალითად კონკრეტულ მარკეტზე მე ბულიში ვიყო. მაგრამ ჩემი წესებიდან, ჩემი გეგმიდან, ჩემი ხედვიდან გამომდინარე და არა ის რომ სხვა ვიღაცამ რაღაც გააკეთო. მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის ის რომ მაგალითად მე ტრენდს მივყვები იმისთვის რაღაც კონკრეტული retracement-ი უფრო იყოს მის გეგმაში გაჯენილი, ვიდრე ჩემი ეგ ხედვა რა. ამიტომაც ნებისმიერი მიდგომა რეალურად ვალიდური არის. როცა risk management-ი და კონკრეტული კარგი trade management-ი იცი რა. და ეგ ინდივიდუალური არის. კვირაში რამდენი დღე ტრეიდობ? კვირაში ტრეიდობ იმდენი დღე, რამდენი დღეს მარკეტი არის. ეგ უკვე გამოწვეული არის ნიუსებიდან და მარკეტის სტრუქტურიდან გამომდინარე. ხანდახან არის რომ შეიძლება ტრეიდი საერთოდ არ გავხსნო, ხანდახან არის რომ შეიძლება 5 ტრეიდი გავხსნო. ნულიდან როგორ უნდა დაიწყოთ? ნულიდან უნდა დაიწყოთ, ჩარტები უნდა ნახოთ YouTube-ზე, უნდა უყუროთ ჯერ free mentorship-ს, რომელიც სრულიად ქართულად არის ყოველთვის, მშობლიურ ენაზე. და მაგიდან უნდა გაიგოთ ზოგადად რა არის ტრეიდინგი და მე უკვე დანარჩენი თქვენზე არის დამოკიდებული როგორ განვითარდებით. ხანდახან რა stop loss-ი take profit-ზე მეც მიჩვენებს და რატო? ეგ სისულელე არის. დიდი ალბათობით ყალბ NASDAQ-ზე ვაჭრო ფანი ესე, რომელიც არის Black Bull-ის მარკეტი და ეგეთი და რეალურ კონტრაქტებზე ხა CMA ჩარტი რაც არის, მაგაზე ყველს data ერთსა იგივე გვაქვს და ფიზიკურად არ გექნება ეგ. 22 წელს ვარ. mentorship-ი დღეს მივიღეთ ხალხი და 4 შაბათს დაიწყებ. პროგრესი დამოკიდებული არის ინდივიდუალურად ადამიანზე, რამდენად მონდომებული არის. ზოგი არის ისე, რომ არ აქვს იმდენი პრობლემები, ფსიქოლოგიური და მანდაც ადამიანზე არის დამოკიდებული. ადამიანზე არის ის, რომ ვიღაცა შეიძლება კონდეს ის მოთხოვნილობა, რომ მარკეტზე იყოს სრულიად სულ მართალი, ვიღაცა შეიძლება არ კონდეს ეგ. ვიღაც შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, აზარტული, ვიღაც არ იყოს. შესაბამისად, ინდივიდუალურია ყველაფერი. საქართველოში ვარ გემ. გიორგი მქვია, გიორგი. ჩემი სტრატეგია რო ჩამოვიყალიბებინე. არა. იდეაში ჩემი სტრატეგია რო ჩამოვიყალიბებინე, დამჭირდა დიდი დრო. თუმცა, სანამ ჩემს იდეალურ სტრატეგიას მივაგნებდი, რაც ჩემთვის იყო ყველაზე მიახლოებული იმასთან, რაც მარკეტზე ხდება, მაგამდეც ქონდა კონკრეტული მოდელები, რაც ვიცოდი, რომ გრძელვადიანად ჩემზე გამოცვლილი ადამიანებიდან აღებული ინფორმაციით, რომ გრძელვადიანად ეგ ყველაფერი მუშაობდა. შესაბამისად, ეგრე არის რა. მარკეტის მანიპულაციაზე ვისაუბრე. ეხლა მაგდენ რაღაცას ვერ აუხსნე ფიზიკურად, რომ მარკეტის მანიპულირება აუხსნე რა.
რომელ დღეებში ვარ პროფიტულები. უნდა შეაგროვო შენ თავზე ინფორმაცია და ჟურნალი უნდა აწარმოო შენ თავზე რა. ანუ რო ნახავ რომ სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი პარასკევი ტრეიდობ და კონკრეტულ დღეებში ხსნი ტრეიდს და ზოგი იგებს, ზოგი აგებს, მანდ უკვე შენ რო 100-ჯერ და 1000-ჯერ ნახავ ერთ და იგივე რაღაცას, მანდ უკვე გაქვს თავდაჯერება, რომ შენ რეალურად იცი სტატისტიკა კონკრეტულ დღეს ამ ხელა ვინრეიტი აქვს. ვის ქვია ფუტკარი. იმის თითქმის ბოლომდეა გასული და უბრალოდ შედეგს ვერ ხედავს და გაგრძელების სურვილს აღარ აქვს. ისეთი ადამიანები, ну ზოგადად ეხლა ჩემი მაინდსეტი არის ეგეთი, არა მარტო ტრეიდინგის ცხოვრებაშიც რა, რამე თუ მინდა, არ აქვს მნიშვნელობა რაც არის, ანუ რაც არ უნდა იყოს, სურო, აუ ცის მიწაზე ჩამოტანა იყოს, თუ მინდა უნდა გავაკეთო რა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი დაჭირდება ეხლა. ჯერ გაქვთ ის ილუზია რეალურად, რომ რაღაც 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 4 წელი რამხელა დრო არ. ვაფშე არ არის დიდი დრო რა. ისე მალე გავიდა ჩემი ეს პერიოდი რაც ამ საქმეში მოღვაწეობ, რომ უცებ გამექცა დრო რა და ძალიან მარტივად შემვიძინე პრაქტიკას და შენ თუ უბრალოდ ერთი კონკრეტული რაღაცის გამო იმედს კარგავ რომ ეს ჩემთვის არ არის, მაშინ კი შენთვის არ არის და უბრალოდ სუსტი ადამიანი ხარ, რომელიც პატარა დაბრკოლებებზე უკან იხევს რა. იმით რომ ის როჯას რახელ Stage 2 ვიღაცამ დაწერა ჩემს კითხვას არ პასუხობდა ვერ წავიგეთ ამაგის ერთი კითხვაც არ ჩანს Trade თუ გავხსნა და ძალიან მინუსში წავედი აკაუნტზე მაშინ ახლა უნდა შევქნა და თუ მინუსი აკაუნტზე გამანულა What? Trade თუ ძალიან მინუსში წახვედი ჯერ ძალიან მინუსში ვერ უნდა წახვიდე Trade-ში იმიტომ რომ risk management-ი უნდა გააგაჩნდეს ანუ იმენა გათვლილი შენი კონკრეტული კაპიტალიდან გამომდინარე რამდენს რისკავ რამდენს აგებ რამდენს იგებ ყველაფერი უნდა იცოდე შენ თავს შესაბამისად აკაუნტი რო დაალიკვიდურო ეგ ძალიან რთული არის მერე მეორე კიდე სრულად დროუდაუნში იყოს აკაუნტი მაგ აკაუნტს არ იკიდებ ამ მოყავს ნელ-ნელა story management-ით ყველაზე volatile წყული რომელია გააჩინა რა მარკეტზე ვაჭრობ forex-ზე დიდია forex-ზე თუ ვაჭრობ euro USD futures-ზე თუ ვაჭრობ NASDAQ-ი ძირითადად და დღეები როგორ ხდება მორგება ინდივიდუალური იმიტომ არის რომ არსებობს მარკეტზე ძალიან ბევრი სესია ძალიან ბევრი დროის opportunity ან დღეში ძალიან ბევრი შეიძლება სეტაპი არსებობს ვიღაც შეიძლება ვაჭრობდეს ლონდონზე ნიუ-იორკზე ვიღაცის თუ შეიძლება რაღაც სწორი იყოს ვიღაცისთვის არ ინდივიდუალური არის ეგ გააჩნია პროფილს როგორ ვაჭრობ CFD-ზე თუ ვაჭრობ რავი FTMO Fiverr-ს და ეგეთ რაღაცები აი არის როგორც ვიცი ეხლა მე პირადად CFD-ს არ ვიყენებ და futures market-ზე თუ ხარ top step-ი MyFunded futures-ი Apex-ი ეგენი კარგები არის მაგაზე ვიდეოები ვუდევს ვის და შეგიძლიათ ნახოთ რა ძალიან მიჭირს ალო მაგრამ ძალიან მოტივირებული ვარ მაგრამ გონია რომ სხვები ადვილად სწავლობენ და ძნელად ჯერ ერთი რომ პირველი შეცდომამდის არის რომ სხვების ვაფშე არ უნდა უყურებდე იმიტომ რომ სხვისი პროგრესი შენ პროგრესთან არაფერ შუაში არ არის და ყველა ვართ აქ ინდივიდუალები რომლებიც საკუთარ საქმეს ვაკეთებთ მეორე კიდე მოტივირებული ვარ და ძალიან მიჭირს სწავლა ექსესულელი არის მოტივაცია თუ გაქვს ძალიან მარტივად ისწავლე აი ესე იგი იმდენ დროს და სწორად არ უთხოვ შენს განვითარებას თორე დღეში ეხა ზოგს გონიათ რომ რაღაც 20 საათი უნდა ისდე ჩარსა ეგ არის სისულელი დღეში 1 საათი საკმარისად ანუ რასაც ქვია კონცენტრირებული თუ მარკეტზე მართლა დროს ატარებ სულიად საკმარისი არის რომ განვითარდე თუ ვისაც ავის კონტროლი უნდა და კონტროლის ასოციაციას დასურჩევდი ასპირეში მოთმინებ როგორ უნდა გამოვიმუშავოთ და შენ თქვენი ყოველდღიური ჩვევები უნდა შეცვალოთ ყოველდღიურ ჩვევებში მაქვს საუბარი ის რომ რაღაცას რო იტყვი უნდა გააკეთო ძალიან მარტივი რაღაცეები შეგიძლია ეგ დაიწყო რა ის რომ მაგალითად რავი ამა და ამ დროს აუდგები დღეში წავიკითხავ 5 გვერდს რაღაც ვივარჯიშებ სისტემატიურად ანუ ეგეთი პატარ-პატარა ჩვევები ჩამოგიყალიბებს დისციპლინას და რო ნახავ შენ 1%-ით უკეთესი ხდები გუშინდელ დღესთან შედარებით და იცი რომ compound-ი არის და რეალურად ნელ-ნელა იგისტაკება და რაც უფრო მაღალ დონეებზე ადიხარ მე იმის 1% ბევრად უფრო მაღალ შედეგზე გადის უნდა გაიაზრო ეგ ფაქტი საქაც ну ყველაფერი ნელ-ნელა უნდა მოხდეს და არა ერთიანად დიდი ტრეიდით გამდიდრება არის სისულელი მარკეტზე ფულს აკეთებს ის ვინც პატარა მცირე მოგებებით გადის დიდ კაპიტალზე და მაგ დიდ კაპიტალზე იგივე პროცენტული მაჩვენებლის რისკით აკეთებს დიდ თანხას აი ეს დასავლეთ თუ რაიმე ერთ სტრატეგია ჩვენ თლიანად აი ესეთი მიდგომას ვასწავლეთ თუმცა აი ესეთის გააჩნია კონცეპტები რომლებიც არის უაზროდ ბევრი ავი არსებობს ათასობით აი ესეთი კონცეფცია რომელიც საჭირო საერთოდ არ არის მარკეტზე რომ ფული აკეთო ჩვენ ვასწავლეთ ისეთ რაღაცებს რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეალურად ლაივში ტრეიდობ კი 2 წელია უკვე
ხალხის თანდასწრებით და სისტემატიურად ფულს ვაკეთებთ. ექსემზე ვარ ვიღაცა თქვა მაგ ბროკერზე გიხოცები არ შეხვიდე და საშინელი სპრედია მაგას. რას უკეთებს რეკლამას მან ვინჩევა საღად ბოზრუნი არავინ აღარ შეძლოს კომპენს. ზოგადად ტრეიდინგში მოგება წაგება, ანუ რეალურად უნდა მიხვიდეთ ისე დონეზე, რომ მოგება და წაგება უნდა იყოს ერთი რა. ერთი და იგივე გზნობას უნდა განიჭებდეს ეგ. ანუ მოგება თუ გახარებს და წაგება თუ გაღიზიანებს, ესე იგი, კარგად არ ვაჭრებ რა. ეხლა ზოგს კი გაქვთ ეგ წარმოდგენა, რომ რაღაც ლაგჟერი მანქანები და თემები და რაღაც რა, მაგრამ ეგრე არ არის. ტრეიდინგი საინტერესო და მომგებიანი ხდება მაშინ, როცა არის მოსაწყენი. იმიტომ რომ დამიზერეთ ჩარტზე ყოფნა და ტრეიდის წაგება, მე მაგაზე შეგუება, ან თუნდაც ჩარტზე ყოფნა და მოგება, ხო? არ არის ეგეთი რაღაც, რომ ძალიან ემოციური იყო რა, ჩაულებრივი საქმის ნაწილი არის. როგორც ნებისმიერ სფეროში ხდება იგივენაირად. ბიჭო Binance trading-ი არ ვარ. Binance-ი არ არის ვაფშე, ანუ futures market-ზე და ეგეთ მარკეტებზე სავაჭროთ, ჩემი აზრით სპრედიანი მარკეტი ვაფშე არ უნდა აირჩიო. იმიტომ რომ უნდა ივაჭრო CFD-ზე, თუ futures-ზე ხარ და რავი, მე Binance-ზე არც ინტერფეისი მომწონს, არც კომისიონები მომწონს. არც, რავი, დაცული არ მგონია ჩემი აზრით, იმის მიუხედავად რომ ყველაზე დიდი არის, მაინც არ ვენდობ. So bullshit for me. რავი, დაახლოებით 1 საათი საკმარისი არის სულიად. თქო, კარგი მეცადინეობა და არა 5 წუთი ტელეფონში 5 წუთი საქმე. ბევრი რაღაც არსებობს ძალიან, მაგრამ ნებისმიერი რაღაც მუშაობს. მაგ ერთი თვის მერე ჩვენი მენტორშებიდან გეცოდინება იმდენი, რომ სულიად მარტო შეძლო ვაჭრობ. თუმცა მაგას გამოცდილება და პრაქტიკა დაჭირდება შენი მხრიდან, რომ ერთ ჩვენს სწავლებიდან ერთ თვეში ეგრევე ფულის კეთებას ვერ დაიწყო. ანუ მე ყველაფერი უნდა გატესტო და ინფორმაცია უნდა შეაგრო. არ ვიცი. Hero FX-ი და ეგეთებზე მე არ ვაჭრობ. მე ვაჭრობ funded account-ებზე ზირთად. ძალიან პატარა მოძრაობას გააჩნია. ერთ სანთელში თუ შედიხარ, გამოდიხარ, გემბლერობ. სკალპინგი რეალურად არ არის, რომ შენ ტრეიდი გახსნა გამოხვიდე ეგრევე. Funded next არ ვიყენებ. ანუ მე არ ვიცი ვაფშე. როგორ არიან ეგენი რა. YouTube-ზე დაიდებ. ანუ Instagram-ზე ნახე. ნახავ. ეს ტოპსებზე კონსტენსიური არ არის, თულეგიზელი. ერთიდან არის ახალიზაცია ხო, მეორეზე სტორიჩები. ნუსიდი რავი, ნორმალური, ჩემს ბევრ საფეიაუტ გაკეთებული. ეხლა მაგ აკაუნტები და გავტესტო ნახო. ტრეიდერს რო ეშინია ტრეიდის გახსნა, პრობლემა ის არის, რომ შენ შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევ შენ თავს. ტრეიდინგში ეგ არ დაგეხმარება, თუ შენ ზოგადად ადამიანი შეცდომის დაშვების უფლებას შენ თავს არ მისცემ და რავი, რა უნდა მოხდეს, რომ ტრეიდში შეხედე და რომ სწავლო, რა შევდება მაგით. არაფერიც არ შევდება, შენ უბრალოდ მაგიდან უნდა ისწავლო და პირიქით უფრო ვითარდები. კარგის მეტი მაგწაგებას არაფერი არ მოქვს. წაგებას მარტო ერთი მატერიალური მოგლევადიანი არასწორი შედეგი მოქვს, თორე სხვა არაფერი. შენ მაგას უნდა იაზრებდე. 16 წელს ვარ და მშობლების თვითმფრინავში. რატომ მეორდება? ხარს არ დამიჭერენ უსაქვეში და რა. ხო. ზოგადად ადამიანებს გააჩნია ეხა ოჯახს რა და გააჩნია როგორი მენტალიტეტი აქვს ეხა უხეშად კი ჟღერს, მაგრამ მე თუ მკითხავ ტრეიდინგზე ვაფშე არავის არ უნდა უთხრა რა. არის ძალიან ინდივიდუალური ბიზნეს მოდელი, სადაც ასე ვთქვათ, შენი თავიდან დიდი ხანი შედეგს ვერ დადებ რა. გააჩნია ეხა. ელება მარტივად გააკეთა, თუმცა კიდე თუ გასწავლო ბანს დაგადებ. თუმცა შენთვის კონდეს ეგ საქმე და არავის არაფერი არ უთხრა, ჯობია რა. ყველაზე მარტივად, ყველა მარტივი არის თუ კარგად ტრეიდობ. არავინ არ გაგირთულებს რაღაცას.
შაბათ-კვირას მარკეტი დახურული არის. რა მნიშვნელობა აქვს რომელ პროფირმაზე ვაჭრო? შედეგს უნდა ელოდო, შენი მონდომები და გამომდინარე. გააჩნია ეხლა სად ისწავლე, შენ თუ ოპირებს სწავლს ლოგიკურად დიდი ხანი დაგჭირდება. იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია არის და ვერ გაფილტრო. აუ, ჯერ ბის მენტორშიპს უყურეთ. არა, რავი, თქვენ გადაწყვეტეთ როგორ აპირებთ განვითარებას ეხლა. რა ხედავ უნდა განზავო ტრეიდერს მომავალი 6 თვე. 6 თვე მომავალ დამწყებ ტრეიდერს უნდა კონდეს ის, რომ საქმე ისწავლო ტექნიკურად და დაიწყო მალევე ფსიქოლოგიის გამოსწორება. და ნუ 6 თვეში კი სრულიად შესაძლებელი არის რომ პროფიტული გახდე. განვადებით არა ძმა, ის რა ქვია. სად გინახია განვადებით მენტორშიპის კიდევ რა უბედურება. უპროცენტოს ეს გაგიკეთებს რა ვიცი. რაგან სხვაობა არის და ჩვენ რასაც ვასწავლით, ჯერ ერთი რომ მშობლიური ენაზე გასწავლი და პირდაპირ გამოცდილებას გიზიარებ. მე მეორე ჩემთან კომუნიკაცია აქვს. მე მესამე კომუნიკაცია და კომუნიკაცია აქვს. გავს ვიდეოები, რომლებიც გაფილტრული არის და არ გიწევს ბევრი რაღაცის მიდემოდება და პირდაპირ სწორგზაზე დგები. და რაც შეეხება უფასო სწავლას, უფასო ძალიან ბევრი რაღაც არსებობს, ძალიან ბევრი მასალა და მაგის გააზრება და გაანალიზება მით უმეტეს უცხოურ ენაზე ბევრისთვის ძალიან რთული არის. შესაძლებელი არის, იმიტომ რომ ჩვენც ეგრე განვითარდით. თუმცა ეხლა მე ეგრე ვუყურებ ზოგადად, რომ როდესაც განვითარებაზე არის ლაპარაკი, ჩემთვის პრიორიტეტული არის დრო დავზოგო. თუ დროს ვზოგავ, ეგ ნიშნავს, რომ ჩემ თავში სწორ ინვესტიციას ვაკეთებ და ეხლა არსებობს ისეთი სიტუაცია, სადაც მე შემილია რაღაც მინიმალური ინვესტიციით დავზოგო წლები, ხო? ნუ ჩემთვის დრო ყველაზე ღირებული არის ეხლა. ინდივიდუალურია ვის როგორ. ჩვენთან სეილები არ არის, ორი ნაბიჯი კი არ არის. არ ვიცი ზუსტად რა. დღეს დაიხურება იდეაში მიიღება რა. დღეს მიცემთ ყოველ სრავლებს რა. ამიტომაც იმც აპირებთ რაღაც იცოდეთ რომ დღეს თუ მოასწრებთ, თორემ მე ერთი თვით დაკეტილი იქნება. ორშაბათს ტრეიდის გახსნათ პარასკევს. გააჩნია დღეს, გააჩნია ნიუსებს უფრო სწორად, გააჩნია სტრუქტურას, გააჩნია tron liquidity რა გაგდა, ნუ ასე შემდეგ რა. კვარტალი ჯერ არა, მიზარება. შემდეგი მენტორშიპი ყოველ 10 რიცხვში იხსნება მენტორშიპზე რეგისტრაცია და 15-ში იწყება ხოლმე სწავლა. თუმცა მაგამდე წინასწარ ადგილებს ჯავშნიან ხოლმე, იმიტომ რომ ბოლო დღეს იმდენი კაცია ხოლმე, რომ ფიზიკურად ყოველ საყვანას ვერ ვახერხებთ. 35 წელიწადში შედეგი ვერ ვნახე და რა ვქნა. რა ვიცი მაგრამ ესეთი ლაპარაკი კი ზოგადად ჩვენთან ხშირად ვაქვს, მაგრამ ესე პაბლიკზე იშვიათად არის ხოლმე. ძირითადად, მე ჩემი ხედავ. ის მაგარი ინტერესი არის იმენა. ჯერ სახელიო გვარიო ინსტაზე რა გაწერიაო, რავი, პირად ნომერს გეტყვი და ის ამ შოუა გამაწარი. რავი, ჩარტი რაც უფრო სუფთა არის, ბევრად უფრო კარგი არის. მოგეწონე? მე არ მომეწონე ხო და. ის online ხდება. რავი, მე არაფერს არ ვნიშნავს სიმართლე გითხრა ჩარტზე, რავი, ძირითადად live trading-ზე ვუყურებთ ხალხს რომ ვაჩვენოთ ხოლმე რაღაცა, მაგიტომ ნიშნავს, რომ ჩარტზე ყველაფერი სუფთა არის ჩემთან და არაფერს არ ვაკეთებთ. რას უნდა მოერიდოთ და უნდა მოერიდოთ იმას, რომ ტყუილად არ არის საჭირო იგივე შეცდომების გამეორება. ანუ ერთხელ რო დაუშვებ რაღაც შეცდომას, იგივე აღარ უნდა გააკეთო, ძალიან მარტივად.
რავი, კაპიტალს გააჩნია იმ საკითხში როგორი მიდგომით აპირებს. შენ თუ live ვაჭრობა გინდა, ანუ live account-ს გაკეთებას აპირებს, საკმაოდ დიდი თანხა გჭირდება. თუმცა, რავი, live account-ზე ვაჭრობა დღევანდელ დროში სისულელად მიმოჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობენ კომპანიები რა, რომლებთანაც პატარა ინვესტიციით შეგიძლია ჩააბარო გამოცდა და მაგ გამოცდის ჩაბარებით მერე გეძლევა დიდი კაპიტალი, რომელზეც საკმაოდ დიდი პროცენტული რისკით ვაჭრობის შემთხვევაში ძალიან დიდ თანხას გააკეთებ. ამიტომაც ვალდებულება არ არის. რომ დიდი ფული ქონდეს, რავი, $200-300 საკმარისია. Live trading-ზე თუ გინდა რომ შემოგვიერთე, live trading-ზე ისეთ ხალხს ვიყვანთ, რომლებსაც უკვე ტექნიკურად რაღაცები ესმით. ეგ არ არის სიგნალების ადგილი. კი, ჩვენთან ერთად ხალხი ვცხოვრობთ. რა ხდება? ვიღაცამ დაგეძრევა შენ ვის დაუწერა? ვის დაუწერა, აბა? არ მღლის. ვაფშე არ მღლის თან, იმიტომ რომ საქმე მევასებ. რავიც, თვალწეს შედი ლაბორატორიით მასში გაჩერდით. ბევრჯერ ავხსენე უკვე იქ. რაზე არქცევთ, აბა რა დაწერე? დამიუთეთ ჩემი სტრიმი და აღარ გამეორდებ. რაო, საკომისიო სამჯერ ჩვენი ეკრანი გააზიარეთ თუ ზმახარ ერთი. აი, ვაფშე არ უნდა გაზიარება კაცო. ამარი მე ჩემი ხმა ისმის დაბალზე არა? მე აქ არ ეცოდინება არავის სპიკერზე გადაყვანა და რამე გააზიარე პროცესს სხვა დისკორდზე არ. კარგია. საერთოდ კაია. აჰა. ეს ვინ რა ხდება ძმა? რავი. ეს ანა ვინ არის? მე რა ვიცი. აი, ვინმე მეკამათეთ ეხლა სო. მორჩა ფსიქოლოგია. რეკორდინგს ამოთავრებ. სამ ბევრი კითხვა